კულტურის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელეს. პრეზენტაციას ნიკა რურუასთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი და იტალიელი რესტავრატორი, იუნესკოს მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი და კონსულტანტი ანდრია ბრუნოც დაესწრნენ. შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და მწერლები. მოლაპარაკებები საპატრიარქოს მონაწილეობით გრძელდება ტაძრის დასავლეთ ფრთასთან დაკავშირებით. ახალი მასალა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული დასავლეთის მკლავის რესტავრაციასა და მშენებლობაში, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გამეორებული იქნეს ამ ახალ მასალაში ძველი ფორმა, ანუ ძველი მხატვრული სახე, რომელიც ტაძარს შიგნით აღვინა შეუნარჩუნებს იმ ისტორიულ მთლიანობას, რომელიც ტაძარს ამ პერიოდის დიდ ტაძრებს ჰქონდა. მუზეუმის კონცეფციაზეც ჰქონდა საუბარი და ეს ალბათ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში არის და მინდა ჩვენი ესეთი სურვილი დავამთავრო იმ ფრაზით, რომელიც აქ მოისმინა. როგორც იყო და სადაც იყო ტაძრის ბაგრატი. ყველანაირი შესაძლებლობა იქნა გამოყენებული, რომ მაქსიმალურად მიახლოებულიყო აი ეს სახე არქიტექტურული იმას, რაც შეიძლება ყოფილიყო მე-11 საუკუნეში. მე მინდა გითხრათ, რომ გაოგნებული ვარ მოულოდნელობისგან დასკვნის საკითხვის შემდეგ, რომელიც ბაგრატის ტაძარზე დაიდო და ესახება მის ავთენტურობის დაკარგვას. იმაჩნია, რომ ბაგრატის პირვანდელი სახე შენარჩუნებულია და ეს ავთენტურობა კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, როცა დასრულდება სამუშაოები. ყველაფერი კეთდება იმ კრიტერიუმებით, როგორც ამას საჭიროებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული პრაქტიკა და მეორე მხრივ კონკრეტულად ის მოთხოვნები, რომელიც დარჩევები, რომელიც ჩვენთან ჰქონდა იუნესკოს. ასე რომ აქ ვერანაირი ლიფტი არ არის არსებითი, ლიფტი შეიძლება არ იყოს ასევე. მინდა ხაზი გაუსვა ის აბსოლუტურად დილეტანტური ცრუ ფოტოები, რომელიც გავრცელდა, არის ყალბი, კიდევ ერთხელ ვამტკიცებ. განსაკუთრებით ეს იყო Facebook-ზე, ეს არის ჩვეულებრივი ცდელობა ტორპედირებისა ამ მართლაც საუცხო ძალიან ხარისხიანი პროექტის. მე შევხვდი გუშინ საქართველოს პატრიარქს და მან მითხრა, რომ მე მეგონა ამ ჩემი ბრძანებით მე სიიდან ამოღება შევაჩერეო, ამიტომ თუ ეს ის მკლავია, სადაც იუნესკოს არ აქვს პრეტენზია, რეალურად ჩვენ მოვილაპარაკებთ, აქ არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები და ბუნებრივია პატრიარქი მონდომებულია, რომ განახლდეს ბაგრატზე სარესტავრაციო სამუშაოები.